თუ საქართველოში მაგალითად გაწერ სტრატეგიას, იპოვე კრეატიულ გადაწყვეტას, მოიფიქრებ პროდუქტს და მიდიხარ სააგენტოსთან ბრიფით, რომ მე მინდა კამპანია, რომლის არის key messages მჭირდება, გაშლები მჭირდება და ზოგადად რაღაცა, არ ვიცი, 180 გრადუსიანი ან 360 გრადუსიანი დიდი მასშტაბის კამპანიები მჭირდება, საერთაშორისო კანის შემთხვევაში არ არის ეგრე და შენგან ითხოვენ სრულფასოვან კამპანიას, რომელიც უნდა წარუდგინო ჟიურის. რაც, მოკლედ, უფრო დიდ ძალისხმევას მოითხოვს, დრო ბევრად უფრო ნაკლები არის ხოლმე და აი ეგ მგონია ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ, როცა საქართველოდან საერთაშორისო კანებზე მიდიხარ და ეგეც აი ხა ვინმეს თუ უკითხავს ხოლმე, ეგ მგონია ყველაზე კარგი რჩევა თუ აქ საქართველოში მოიგებ და მე საერთაშორისო კანებზე მიდიხარ, რომ ერთხელ მაინც ეხ მე და ანკა მაგას ვამბობდით, რომ მოდი გავაკეთოთ, მაგრამ ვერ გავაკეთეთ სამწუხაროდ წელს კანებისთვის ეგ რომ ერთხელ დაჟე და ზუსტად 24 საათში გააკეთო ის დავალება, რასაც შენგან ითხოვენ. სხვა წლის დავალება აიღო მაგალითად და იმუშაო, იმიტომ რომ მაგ დროს ყველაზე კარგად ხვდები ის 24 საათის იმ დროში როგორი ცოტა არის და როგორ უნდა გამოიყენო ის დრო კარგად.